ზუგდიდში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი თბილისში მოშიმშილეების იმ პროტესტს უერთებიან, რომლის თანახმად 30 ოქტომბერს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები გაყალბდა. ზუგდიდში მოშიმშილეები აცხადებენ, რომ შიმშილობის აქციას მანამ გააგრძელებენ, სანამ პარტიის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების განცხადებით, შუალედური არჩევნების გაყალბებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და რესპუბლიკური პარტიის ლიდერები მონაწილეობდნენ. Ამ საღამოს 5 ადამიანმა გამოვაცხადეთ შიმშილობა, სოლიდარობას უცხადებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს, რომლებიც შიმშილობენ კანცელარიის წინ. შიმშილობის შეწყვეტას არ ვაპირებთ, მანამ სანამ პატრიოტთა ალიანსის მიერ დაყენებული ყველა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის თეონა ქარდავას განცხადებით, ისინი იძულებულნი გახდნენ შიმშილობის აქცია პარტიის ოფისში დაიწყოთ, რადგან ზუგდიდის მერია მათ ქალაქის ცენტრში კარვების გაშლის ნებართვაზე უარი უთხრა. ჩვენ ოფისში დავიწყეთ შიმშილობა განაპირობა შემდგომმა ფაქტორმა. ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ქალაქ ზუგდიდის მერიის სპეცსამსახურში, რომ კარვების გაშლის ნება დაერთოთ, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა დღემდის არ დაკმაყოფილდა, ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პატრიოტთა ალიანსის ოფისში დაგვეწყო შიმშილობა და ეს შიმშილობა არ შეწყდება მანამ, სანამ შედეგი არ იქნება დამდგარი. თეონა ქარდავას განცხადებაზე ქალაქის მერიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად პარტიის მიერ გამოგზავნილ წერილში კარვების გაშლაზე საუბარი არ ყოფილა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 12 ნოემბერს შემოვიდა პატრიოტთა ალიანსის წერილი, რითაც საინიციატივო ჯგუფი ითხოვდა შიმშილობის აქციის გამართვას. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარ გაფრთხილებას. აღნიშნულზე ქალაქის მერია რაიმე სახის ოფიციალურ ნებართვას არ გასცემს. იგი მხოლოდ ითანხმებს აქციის გამართვის ადგილს. ზემოაღნიშნულ წერილზე ქალაქის მერიამ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოახდინა რეაგირება, რაც გამოიხატა ოფიციალური წერილით საინიციატივო ჯგუფისადმი მიმართვაში, სადაც აღნიშნულია აქციის გამართვისათვის არსებული ყველა სამართლებრივი საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მერია წინააღმდეგი არ არის აქციის მსურველთა ნების გათვალისწინებით საპროტესტო აქცია გაიმართოს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში. რაც შეეხება კარვის გაშლას, მსგავსი მოთხოვნა აქციის ორგანიზატორებს წერილში არ დაუფიქსირებიათ. შიმშილობის აქციის დაწყებამდე ზუგდიდში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ოფისი დაფუძნდა. შიმშილობის აქციის დაწყება სწორედ ამ ოფისის დაფუძნებისას გახდა ცნობილი. პარტიის ზუგდიდის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თეონა ქარდავას განცხადებით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი თუ ვინ უხელმძღვანელებს პარტიის რეგიონალურ ოფისს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქარდავამ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზუგდიდის წარმომადგენლობა. უწყებიდან წამოსვლის მიზეზად თეონა ქარდავა შუალედური არჩევნების შედეგებს ასახელებს.